მოგესალმებით. DGG-ს გადამხდელ საწარმოთა დეკლარირებული მონაცემების მიხედვით 2025 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 6.5%, ხოლო პირველი 7 თვის საშუალო რეალურ მასდამ 8% შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ტრანსპორტისა და დასაწყობების, ინფორმაცია კომუნიკაციის, ხელოვნების, გართობა და დასვენებისა და ვაჭრობის დარგებმა. კლება დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობისა და მშენებლობის სექტორებში. 2025 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქონლის ექსპორტი შემცირდა 10.8%-ით, ხოლო იმპორტი 6.6%-ით. 2025 წლის ივლისში ქვეყანაში დარეგისტრირდა 6154 ახალი საწარმო, რაც 3.2%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელს. კლება ძირითადად განპირობებულია ადგილობრივი ინდივიდუალური მეწარმეების რეგისტრაციის შემცირებით. 9.2%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული DGG-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 16 მილიარდ 57 მილიონი ლარი შეადგინა. რაც შეეხება მიზეზებს დარგობრივ ჭრილში. ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებულია დასაწყობების და დამხმარე სატრანსპორტო საქმიანობების, ასევე საჰაერო, სამგზავრო და სატვირთო ტრანსპორტის მომსახურების მოცულობის ზრდასთან. ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდას ძირითადად განაპირობებს კომპიუტერული დაპროგრამების, კონსულტირების და მათთან დაკავშირებული საქმიანობების მომსახურების მოცულობის ზრდა. ვაჭრობის სექტორში ზრდას ძირითადად განაპირობებს საცალო ვაჭრობა მსუბუქი ავტომობილებით. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაახლოებით 1.2%-ით არის გაზრდილი მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი. გარდა ამისა, გაზრდილია საკვები პროდუქტებით, სასმელებით, თამბაქოს ნაწარმით და ფარმაცევტული საქონლით საცალო ვაჭრობის მაჩვენებლები. ხელოვნების, გართობის და დასვენების სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებების ორგანიზებასთან და შესაბამის საქმიანობით დაკავებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის ზრდასთან. რაც შეეხება კლების ტენდენციას, დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში კლების ტენდენციები ძირითადად დაკავშირებული იყო ლითონის ნაკეთობების წარმოების მოცულობის შემცირებასთან. შემცირებულია ასევე ტანსაცმლის წარმოების მოცულობის მაჩვენებლებიც. მშენებლობის სექტორში კლება ძირითადად დაკავშირებული იყო სამოქალაქო მშენებლობასთან. კერძოდ, შემცირებულია ხიდებისა და გვირაბების, გზების და ავტობანების, ასევე გამანაწილებელი საინჟინრო ობიექტების მშენებლობა. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაახლოებით 5%-ით შემცირდა ცემენტის და კლინკერის იმპორტის მაჩვენებლები.